აი ეს შეიძლება ნებისმიერ ჩვენგანს დაემართოს, თუ არ შევწყვეტ ეგრეთ წოდებული ყურის ჩხირების გამოყენებას, რომლებიც სინამდვილეში ცხვირის საწმენდი ჩხირებია. ესენი არის ცერუმები ყურში, რომლებიც იწვევენ გარეთასასმენი მილის დახშობას. ამ ვიდეოში კი ნახავთ ვიზუალურად, როგორ შეიძლება ყურის წმენდამ, რომელიც საპირისპირო პროცესია, თითქოს გამოიწვიოს აი ესეთი რამ. აი ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ყურის გარეთასასმენი მილი გავასუფთავოთ ამ ყურის საწმენდი ჩხირებით. რეალურად ამ ყველაფრით ქმნით ხელოვნურად ყურის საცობს, რაც დროთა განმავლობაში გროვდება და იწვევს მაგალითად გარეთასასმენი მილის დახშობას. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ და როგორ გავისუფთავოთ ეს გარეთასასმენი მილი? ზედაპირულად, თუნდაც ხელსახოცით ან პირსახოცით ბანაობის შემდეგ გასუფთავება გარეთასასმენი მილის სავსებით საკმარისია ამ ყველაფრისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ხშირად გავაღიზიანებთ გარეთასასმენ მილს, უფრო გაიზრდება პროდუქციაც და მოკლედ ეს ყველაფერი გავს ჯაჭვურ რეაქციას, რომელსაც საბოლოოდ მივყავართ იმ შედეგამდე, რაც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ.